მეგობარმა მითხრა რომ ამან კარგი ძაღლები ყავთო და კარგი მონილებიო და იმის მეშვეობით მოხდით აქ. ეს ძაღლი რატო? აი საერთოდ ბავშვებიდან მიყავს კავკასიური ნაგაზები, უფრო უპირატესობა არის ჩემთვის. მაინც და მაინც ეს იმიტომ ალბათ რა. სად მიყავთ? მიყავს ფონიჭალაში. სახლში, კერძო სახლი გაქვთ რომ? კი. ეზოსთვის. ეს სილობრო მივიჩვიოთ რა გავიყო. თამაზელის ბარაშვილის თავშესაფრიდან ძაღლის წაყვანამდე მსურველებმა წინასწარი გასაუბრება უნდა გაიარონ. ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით თავშესაფრის დირექტორი გვესაუბრა. წაყვანა ხდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს თავშესაფარში დაათვალიეროს ბინადრები თუ რომელიმე ძაღლი ან ლეკვი მოეწონება მას შემდეგ გადის ჩვენთან გასაუბრებას ანუ ჩვენ უნდა დავწუნდეთ რომ ძაღლს ან ლეკვს თუ აიყვანს კარგად მოვიდეს და იყოლება კარგ პირობებში და რამდენად კარგად იცის მოვლა თუ არ იცის მოვლა და უნდა ძაღლის აყვანა სული და გულით და უნდა რო იყოლიოს სახში და კარგად თუ მოვლის ჩვენ თან გადის კონსულტაციას, ანუ ჩვენ ვასწავლით როგორ უნდა მოუვაროს ძაღლი. ჩვენგან გაჩუქებულ ძაღლებს ჩვენ პერიოდულად ვამოწმოთ 2 თვეში, 3 თვეში ერთხელ. 2002 წლიდან დღემდე თავშესაფარმა ძალიან ბევრი ძაღლი გადაარჩინა სიკვდილისაგან და ძალიან ბევრი ძაღლს მოუძებნა ახალი პატრონი. თამაზელის ბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ამჟამად 300-მდე ძაღლი და 30 ლეკვი ბინადრობს. თავშესაფარში მოხვედრილ ძაღლებს თავდაპირველად ლაბორატორიული შემოწმება utardebათ. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში მათ სპეციალურ კარანტინის ზონაში გამოჯამრთელებამდე ათავსებენ. აქვეა სპეციალური ზონები ლეკვებისათვის, ჯიშიანი და ავი ძაღლებისათვის. ასევე ნახავთ სპეციალურ ოთახებს მშობიარე და გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ძაღლებისათვის. ამ ტერიტორიას განლაგებულია სამშობიარო ბლოკი. ეს სამშობიარო ბლოკი არის მოთავსებულია შიგნით ყუთები, საწოლები, რბილი. განთავსებულია იმისთვის არის სამშობიარო ბლოკი უпростоეთ რომ მშობიარი ძაღლი თუ არის ვინმე ტერიტორიაზე მაგალითად ამ ქუჩიდან მოყვანილი, ჩაბარებული და დღეს-დღეს რომელიც ელოდება ლეკვებს, ანუ ვათავსებთ სამშობიარო ბლოკში და უზრუნველყოფთ სითბოს, კარგ საკვებს და ასე კარგ პირობებს, რომ გააჩინოს ლეკვები. ეგ არის ვიპი. ვიპს ვიყენებთ როგორც სამზარეულოს, ძაღლებისთვის ხარშავთ საჭმელს და ასევე ვიყენებთ როგორც პალატას, რომელიც ძაღლიც არის მცივანა გარეთ პირობებში ვერ აძლევს ეზოს პირობებში, შეუძლებლად ღამე იძინებენ ვიპებში და დარბაზებში. მოთავსებულია ესეთი ყუთები და პადონები. ეს არის დახურული ვოლიერები. სადაც იმყოფება ჯიშიანი ძაღლები, რომელიც არის აგრესიული. რომ ამ მნახველებზე არ გაიწვიოს და თანამშრომლებზე, ჩვეულებრივად ჩერდებიან ვოლიერში და დღეში 3 საათი ვასერინებთ ხოლმე სტადიონზე მორიგეობით, სასერინო მოედანზე. აქეთ არის კლინიკა. თავშესაფარს ყავს 3 ვეტერინარი. ქუჩაში უპატრონოდ მოსიარულე ძაღლებთან ერთად თავშესაფარში ახალი ბინადრები, ოჯახებიდანაც ხვდებიან. თემურ მამოევი ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ძაღლის ისტორიას იხსენებს, რომელიც მეპატრონემ თავშესაფარში კიდურების დაზიანების გამო ჩააბარა. ეს ქართული ნაგაზი. სახელი ქვია ბოთე. პატრონმა მიატოვა იმის გამო, რომ ძაღლს ჰქონდა კანის დაავადება და ასევე ჰქონდა ფეხის განგრენა. მოიყვანა ესეთ მდგომარეობაში დატოვა თავშესაფარში. ანუ ფეხის პრობლემა ჩვენ მოусენით, ანუ მოვიყვანეთ, გაუკეთდა ძაღლს ოპერაცია, ამპუტაცია ფეხის და ძაღლი ცხოვრობს 3 ფეხი. და ეხლა კანის პრობლემა და იმასაც ვცდილობთ რომ ეგ მდგომარეობა უნდა გამოიყვანოს. ბევრი აბარებს თვითონ პატრონი თავის ძაღლს, ანუ სხვადასხვა გარკვეული მიზეზების გამო. არის საპატიო მიზეზი და არის ისეთი მიზეზი, რომელსაც ანუ ჩვენ არ აქვს საპატიო მიზეზი. მაგალითად საპატიო მიზეზი არის ის თუ ძაღლი იზრდებოდა სახში და მაგის პატრონი დაიღუპა და ძაღლი დარჩა უპატრონოდ. და ძირითადად ძაღლები ხვდებიან თავშესაფარში იმის გამო რომ მაგალითად ანუ ლეკვებიდან იყიდა ლეკვი, ან ვინმე აჩქა იყო პატარა ერთობოდა თამაშობდა, ანუ თვითონ დროსაც ატარდა. ლეკვი რო წამოიზარდა, მე უკვე ლეკვს ძაღლზე იძახდნენ უარს და ხან ქუჩაში აგდებდნენ, ხან პირადად ჩვენთან მოყავდათ. ქუჩაში გაგდებული ძაღლები კიდე შიმშილი საგანკვდებოდა. ზოგ ძაღლზე მანქანა ჰქონდა დაჯახებული. ამ დროისათვის თავშესაფარში ძაღლებთან ერთად 5 მურა დათვი ბინადრობს. ისინი აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოხვდნენ.
პირველი დათვი მოხდა თავშესაფარში, ანუ იყო მოსიარული ცირკის დათვი, ბელი იყო. ანუ ცირკის თანამშრომელი იყო, ესე ვთქვათ. და მუშაობდა ცირკში და მას შემდეგ რო წამოიზარდა უკვე ვინც იყო ამის პატრონი, ვინც ზდიდა შეეშინა იმისა, რომ დათვი უკვე გაიზარდაო და შეიძლება ვიღაცას გაიწიოს, ან რამე ჩეპერო არ მოხდარიყო. მე გადაწყვიტა ამ დათვის ჩაბარება. მოიყვანა ჩვენთან თავშესაფარში. 10 მაისს აქვს დაბადების დღე ბავშვს და უნდა აღვნიშნოთ. ერთი წელიწადია ცხოვრობს ჩვენთან. მეორე დათვი მოხდა ეს პირდაპირ არის ბალუქვია ძუარის ქუთაისის ტყეპარკიდან წამოიყვანეს ჩვენთან. ანუ ის იქ იყო ცუდ პირობებში და გადმოიყვანეს ჩვენთან თავშესაფარში მაგის გულს. მესამე დათვი ჩამოიყვანეს ლანჩხუთიდან. და მეოთხე და მეხუთე დათვი ერთი ბათუმიდან, აი ეს პატარა ბელი ბათუმიდან ჩამოიყვანეს, ყავდა ფოტოგრაფს, ბულვარს დადიოდა ხოლმე და სურათებს იღებდა ხოლმე. ძაღლების თავშესაფარი 2004 წელს თამაზელის ბარაშვილის მიერ დაარსდა და დღემდე დამფუძნებლის მიერ ფინანსდება.